არის თუ არა ადამიანის ცხოვრების ყოველი წუთი და ყველა გადაწყვეტილება ბედის წერისგან ხელდასმული და გაწერილი. ეს რა არის მართლაც რამე ვინმეს ნება, ან რამეს ნება, თუნდაც უმაღლესი ძალების, თუ ჩვენი გადაწყვეტილება. ალბათ ეს კითხვა ძალიან ხშირად დაგისვიოთ საკუთარი თავისთვის. და ალბათ გაგჩენიათ ასეთი კითხვა ასტროლოგიასთან და ნუმეროლოგიასთანაც დაკავშირებით, რომ აი ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე დროს დაბადებული ადამიანები ერთსა და იმავე ქალაქში, ვთქვათ, აბსოლუტურად განსხვავებული ბედისწერით ცხოვრობენ. მე ვეცდები დღეს, რომ აი ამ კითხვებზე დაახლოებით მაინც გაგცეთ პასუხი. ვინც ეზოთერიკაში ცოტა შეხედული ხართ, ალბათ გსმენიათ ასეთი თეორია, რომ დედამიწაზე ჩამოსვლამდე სული, ვთქვათ, კონტრაქტებს აფორმებს. იდება ხელშეკრულებები პირობითად იმ სულებთანაც, ვისაც ის უნდა შეხვდეს დედამიწაზე, ვისთანაც რაღაც კომუნიკაცია უნდა დაამყაროს და უმაღლეს ძალებთანაც რა უნდა აკეთოს, მან რა მიმართულებით უნდა წავიდეს და რა ევალება, ძირითადად რისთვის მოდის. ეხლა არსებობს კიდე სულების სხვადასხვა კატეგორია, სხვადასხვა მისიებით და უმაღლესი მისიებით ვინც მოდიან, მოდით დღეს ამაზე ნუ ვისაუბრებთ. უბრალოდ აი საშუალო სტატისტიკურ, ესე ვთქვათ, სულზე ვისაუბროთ. სწორედ ამიტომ, რომ რაღაც ნაწილი ჩვენი ცხოვრების დიახაც გაწერილია, სწორედ ამიტომ ჩვენ ზუსტად იმ დროს, იმ დღეს, იმ ოჯახში, იმ სოციუმში, იმ გარემოში, იმ წუთს ვიბადებით, როცა უნდა დავიბადოთ, რომ ჩვენი ამქვეყნიური ინკარნაცია ჩაირთოს და დავიწყოთ ზუსტად იმ დროს და ჩვენი რუკაც შესაბამისობაში მოვიდეს ჩვენს მომავალ ცხოვრებასთან. სხვათა შორის, რაც შეეხება გასვლის თარიღს, ესეც ნათალურ რუკებში შესაძლოა რომ მოიძებნოს, უბრალოდ ხშირად ასტროლოგები თავს არიდებენ ხოლმე ეგეთ რამებს და მართალი გითხრათ, მაინცსა და მაინც ბოლომდე დახვეწილი ტექნიკაც არ არის, იმიტომ რომ რამდენიმე წერტილი არსებობს, ასეთი კრიტიკული წერტილებია რუკაში. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება ასეთი იყოს ერთი და თვითონ სულის არჩევანზეა ამ შემთხვევაში დამოკიდებული, შეიძლება იყოს რამდენიმე, რომ მას სხვა შანსი მიეცეს, ან თქვათ თავისი კარმის უფრო სწორად განვითარების, ან რაღაც გამოცდილების მიღების კიდე, რაც მას აკლია სულიერი განვითარებისთვის. შესაბამისად ის, რასაც ჩვენ თანამედროვე ცხოვრებაში, რეალურ ცხოვრებაში, დედამიწურ მატერიალურ ცხოვრებაში აღვქვამთ ტრაგედია, შესაძლოა სულისთვის პირიქით ძალიან დიდი ზეიმი იყოს და პირიქითაც შეიძლება ასე მოხდეს. მაგრამ გვაქვს თუ არა ჩვენ თავისუფალი ნება და ვირჩევთ თუ არა ჩვენ თვითონ ჩვენს ცხოვრებას, რა თქმა უნდა. აქ საუბარი მაქვს უკვე მატერიაში მოსულ ადამიანზე. გასაკვირველია, აი წეღანდელ თემას რომ დაუბრუნდეთ, ერთსა და იმავე დღეს, წუთს, წამს დაბადებულ ადამიანებს განსხვავებული ბედისწერა აქვთ. ეს გაპირობებულია სწორედ ჩვენი არჩევანით. ზუსტად ერთი და იგივე რუკის პატრონი ადამიანებიდან შეიძლება ერთი გამოვიდეს უკიდურესად წარმატებული ადამიანი, მეორე უბრალოდ ეს მონაცემები, რაც რუკაში აქვს, ანუ ის პოტენციალი ძალიან ცუდად გამოიყენოს და ცუდი მიმართულებით წარმართოს. აი მაგალითად, აი მოგიყვანთ ძალიან კონკრეტულ მაგალითს, არის ასეთი ასპექტი, ნეპტუნი მარსის ასპექტი. ნეპტუნი მარსის ასპექტი, ნეგატიური ასპექტი უფრო ქმედებისა არის მართალია და ჰარმონიული ასპექტი არის პასიური, ზოგადად ჰარმონიული ასპექტები უფრო პასიური ასპექტებია და განსაკუთრებით ტრინს და განსაკუთრებით თუ ნეპტუნთანაა დაკავშირებული ჰედონიზმისკენ მივყავართ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თუ კი კარგად გავაცნობიერებთ და ზოგადად ყველაფრის დამუშავება და ყველანაირი სიკეთე იწყება გაცნობიერებით, თუ ჩვენ კარგად გავაცნობიერებთ და შევიგრძნობთ ჩვენს პოტენციალს, ჩვენ შეგვიძლია ის ქმედების ასპექტადაც გარდავქმნათ და ჩვენთვის სასურველად გამოვიყენოთ. მაგალითად, ნეპტუნი მარსის ასპექტით ადამიანი შეიძლება უკიდურეს ჰედონიზმში ჩავარდეს და ძალიან ხშირად შეხვდებით თქვენ ნარკომანით და ალკოჰოლით გატაცებულ ადამიანებს ამ ასპექტით, მაგრამ მეორე მხრით ეს არის საუკეთესო ასპექტი ასევე ბოჰემური ცხოვრებისთვის კარგი გაგებით და ასევე
აი კონკრეტულად მუსიკისთვის. არც მეტი, არც ნაკლები ლუჩანო პავაროტის რუკაში, კოსმოგრამაში ნახავთ თქვენ ნეპტუნი მარსის ასპექტს. ასევე მარსი სატურნის ძალიან დაძაბული და ცუდი ასპექტი ადამიანს აიძულებს ყოველ წუთს დაფიქრდეს, ადამიანს აიძულებს ყოველ წუთს შეეჯახოს წინააღმდეგობებს. ეს არის რაღაცნაირი დაუხურავი გეშტალტი, წინა ინკარნაციული და არაცნობიერად ადამიანს ტანჯავს იმის შეგრძნება, რომ აი ეს რაღაც საქმე ვერ მიიყვანა ბოლომდე, ან მისი ინიციატივა უარყოფილი იყო, ვიღაცამ უთხრა, რომ იცი რა, ეხლა მე შენთვის არ მცალია, ვიღაცამ დაუწუნა, ვიღაცამ დასცინა და სულ აქვს შეგრძნება, რომ მუდმივად ამას წააწყდება და მართლაც ეს არაცნობიერი ამოდის ემოთ და მუდმივად ასეთი ადამიანები თითქოს გამუდმებულ ბრძოლაში არიან და სულ წინააღმდეგობებს აწყდებიან ხოლმე. მაგრამ ეს ასპექტი აქვს ჩვენს ძალიან ცნობილ ხვიჩა კვარაცხელიას, მისი მთავარი კონფიგურაცია რუკაში მართალია მზეზე გადის და მზე მოსვენებას არ აძლევს. მისი მთავარი კონფიგურაცია გახლავთ ტაუ კვადრატი, დაძაბული ასპექტი, დაძაბული კონფიგურაცია ისედაც, რომელიც დგას აი ამ დაძაბულ სატურნი მარსის ოპოზიციაზე. მაგრამ ადამიანმა საუკეთესოდ განავითარა ეს დაძაბული ასპექტი. ხა ცალკე რო ავიღოთ ეს პლანეტები, მარსი არის ქმედება და სატურნი, რომელიც მარსზე გავლენიანია, არის შეზღუდვა. პირდაპირ ვთარგმნოთ ძალიან მარტივად და ყველაზე ზედა შრეზე ეს არის შეზღუდული ქმედება. და ნახოთ ხვიჩა ცხოვრება, ხო? შეზღუდული ქმედება კი არა და გადაჭარბებული ქმედებაა, ხო? ფიზიკურად იტვირთება. ზოგადად მარსი, სატურნი ითხოვს და უღალავს შრომას. ამავე დროს ეს არის ძალიან დიდი დისციპლინა, განსაკუთრებით ჰარმონიულ ასპექტებში და სწორედ ამას გეუბნებით, აი საით წავა ადამიანი. ასპექტი რომ არის პლანეტებს შორის, ნეგატიური ასპექტიც რომ იყოს, ის ჩვენ შეიძლება ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. აი ოპოზიცია ხო ვამბობთ, რომ აი კვადრატი შეიძლება კიდე ქმედების ასპექტია და კვადრატი შეიძლება რაღაც მოუხერხოთ და აი დრაივში გადავიტანოთ და იქიდან სარგებელი მივიღოთ, მაგრამ ოპოზიცია წელში წყვეტს პირდაპირ ადამიანს. აი კონკრეტული მაგალითი მომაქვს, რომ აი ამ ოპოზიციაზე აგებული ტაუ კვადრატით, რომელიც მზეზე გამოდის და აქ რა თქმა უნდა ძალიან დიდ როლს მზეც თამაშობს, იმიტომ რომ მოსვენებას არ აძლევს და იმან აუცილებლად უნდა გამოაშუქოს, სწორედ ამ ოპოზიციით უნდა გამოაშუქოს. და ამიტომ ჩართულია ესე აქტიურად. რა თქმა უნდა, ცალკე მდგომი ოპოზიცია გაცილებით უფრო რთულია, თუ კი მას გამოსავალი არ აქვს სადმე, მაგრამ შეუძლებელი არც ეს არ არის, მე ამის თქმა მინდა. მე იმის თქმა მინდა საბოლოო ჯამში, რომ ყველანაირი არჩევანი არის ჩვენზე. და აი გამოთქმა რო არის, ზოგადად ყველა ეს ხალხური ზღაპრები და გამოთქმები აი ესე ემპირიული ცოდნით არის მიღებული და ძალიან დიდი დაკვირვებით და დიდი სიბრძნის შედეგია. ხელი გაანძლე და გაშველებაო. აი ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ თვითონ ქმნით მეტწილად იმ სიუჟეტებს, რაც ჩვენს ცხოვრებაშია. ანუ იმ მოცემული სიუჟეტებიდან ჩვენ ვირჩევთ ან საუკეთესოს, ან ვირჩევთ უფრო მარტივს და ნაკლებად საინტერესოს, ნაკლებად წარმატებულს, ნაკლებად ჩვენთვის მისაღებს. ახლა სადაო საკითხია, ვისთვის რა არის წარმატება, მაგრამ ჩვენ როგორც მიგვაჩნია წარმატება. აი თუ კი ადამიანს გულიათან აღრება, რომ მე შეიძლებოდა მეტი გამეკეთებია, დიახ, მე შეიძლებოდა მეტი გაეკეთებინა, მაგრამ ალბათ იზარმაცა სადღაც და რაღაც ძალა, რაღაც მონდომება, რაღაც ნებისყოფა დააკლო. საბოლოო ჯამში მე მივდივარ რეზიუმესკან და მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ დიახ გვაქვს ჩვენი ნება, თავისუფალი ნება, როგორ განვავითარებთ სამყაროსგან მოცემულ ჩვენს ნიჭებს. განვავითარებთ ამას ჩვენთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ, თუ გავხარჯავთ, აი ძალიან კარგი სიტყვაა, ძალიან კარგად მიესადაგება ამ ქმედებას, გავხარჯავთ არაფერში. გავხარჯავთ ჩვენს ერთ ინკარნაციას, ისე რომ ჩვენ სულს არ განვავითარებთ და ერთი ნაბიჯით მაინც წინ არ წავწევთ. რა თქმა უნდა, ადამიანის ამ ქვეყნიურ მისიაზე, ან გამოკვეთილ მისიაზე, ან უფრო
ნაკლებ მნიშვნელოვან მისიაზე ან აბსოლუტურად თავისუფალნებაზე მიანიშნებს პლანეტები და სხვა შორის ფიქტიური წერტილებიც, როგორიც არის ლილიტი, როგორიც არის კარმული კვანძები. მაგალითად, კარმული ანალიზის დროს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იგივე კარმულ კვანძებს, თუმცა კარმული კვანძები თუნდაც არ იწყება რუკის საკითხვა მზერა პოზიციაშია და რას აკეთებს, სად დგას, რომელ სახლში დგას, რა პლანეტებთან აქვს ასპექტები, რა ნიშანშია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი კარმულ კვანძებს რომ მივუბრუნდეთ, თუ კარმული კვანძები თავისუფალია პლანეტებისგან, რა თქმა უნდა ადამიანს უფრო მეტი თავისუფალი ნება აქვს და არ აქვს მას დაძაბული კარმა, მსუბუქი კარმა აქვს. თუ რაღაც პლანეტა არის მიბმული, რაღაცა გარკვეული დავალება აქვს ამ ინკარნაციაში. დიახ, მეგობრებო, არსებობენ სულები, რომლებიც კონკრეტული მისიით არ მოდიან. უბრალოდ მათ აქვთ რაღაც ცხოვრების გზა და აი ეს უნდა ძალიან კარგად ვიცოდეთ, რომ ძალიან ხშირად შემოხვედრია, რომ აი რა არის მისია. მისია არ აქვს ყველა ადამიანს, როდესაც ის ამ ინკარნაციაში მოდის. უბრალოდ მის სულს განვითარებისთვის რაღაც გამოცდილება სჭირდება და რაღაცა გაკვეთილების მიღება სჭირდება, ან რაღაცა საკვირდება, რაღაც უნდა გაიგოს და მხოლოდ ამიტომ შედარებით უფრო თავისუფლად არის. ახლა როდესაც მაგალითად 3 პლანეტაა რომელიმე კვანძზე და განსაკუთრებით მნათობები თუა, ეს რა თქმა უნდა დაძაბული კარმა და ეს უფრო უზღუდავს ადამიანს თავისუფლად მოქმედების საშუალებას. ამაზე უფრო ვრცლად ცალკე ვიდეოს ჩავწერ. უბრალოდ რომ ვიცოდეთ, რომ ეს არ არის დამაკნინებელი, არანაირად შეიძლება ადამიანი, რომელიც ეხლა თავისუფალი ნებით არის და უფრო მეტი არჩევანის უფლებით არის მოსული, შემდეგ ინკარნაციაში ძალიან მაღალი მისიით მოვიდეს და თანაც ეს თავისუფალი კარმა გაცილებით უფრო იოლია მატერიალურ ცხოვრებაში საცხოვრებლად, ვიდრე დაძაბული კარმა და რაღაცა გარკვეული მოვალეობებით და მისიებით დატვირთული. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ კარგია, რომ ადრეული ასაკიდან, განსაკუთრებით აი ბავშვობიდან უკვე სადღაც 17-18 წლამდე, როდესაც მშობლებიდან გამოყოლილი კარმა სრულდება, მწიფე კარმა, რასაც ვერ გადადის ადამიანი იქედან მოყოლებული, უკვე ვეცადოთ, რომ ჩვენ შვილებს, ახლობლებს გავაცნობიერებინოთ, თუ გვაქვს საშუალება, რომ ჩავიხედოთ ნათელ რუკებში და შევხედოთ, რისი პოტენციალი აქვს ადამიანს, რა სიუჟეტები შეიძლება განვითარდეს ამ ცხოვრებაში და საუკეთესოდ წარმართოთ. ამის გამო სამყარო არავის დაგვრჩის, თუ ჩვენ საუკეთესოს ავირჩევთ და ჩვენს ცხოვრებაშიც, ამ ცხოვრებაშიც ვეცდებით, რომ სიამოვნებებიც მივიღოთ, წარმატებაც მივიღოთ, ბედნიერებაც, მატერიალურადაც წელში გამართულები ვიყოთ და კარგად ვიცხოვროთ. ეს ძალიან დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მომისმინა. მე მალე დაგიბრუნდებით ისევ.